კიდევ ერთი საერთაშორისო მონიტორინგის ანგარიში დაჯერიმებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ჩაშლილი საარჩევნო შეხვედრები. NDI-მ წინა საარჩევნო გარემო შეაფასა დასკვნა მწვავეა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება კანონის შერჩევითი აღსრულება, დაკისრებული ჯარიმები კი პროპორციული არ არის. ნათქვამი ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შუალედურ ანგარიში და მაგალითებად ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის წინააღმდეგ გამოტანილი ბოლო გადაწყვეტილებები სახელდება. დასკვნაში მოყვანილია მერეთისა და კარალეთის ინციდენტებიც და წერია, რომ მაშინ ძალადობას ადგილი ჰქონდა. კვლავ გრძელდება ძალადობრივი ინციდენტები. ეს კი ხელს უწყობს იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერი და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგეა. ეს არის კიდევ ერთი ნაწყვეტი NDI-ის ანგარიშიდან. ეს არის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შეფასებები, მისიაში კი სულ 3 ანალიტიკოსი შედის. ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და კანონის აღსრულების მიზნით. Casa case, it's much less clear. ჩვენთვის ქართული ოცნების მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშების დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაუგებარი იყო თუ რა ფორმულას იყენებს აღსრულების ეროვნული ბიურო, როდესაც პარტიული ანგარიშებიდან თანხა ჩამოიჭრა. თუმცა ასევე ისიც ფაქტია, რომ ქართული ოცნების დამოკიდებულება კამპანიის ფინანსების კანონისადმი არის გაუგებარი, რაც აისახება ლიდერების განცხადებებში.